მარტყა. და ძალიან საიდან გამო. გამოწვა ვერაფერია გამოწვა. საიდან გამოწვა? ეს რა იყო? ეს რა იყო მარტო? სანამ არ მოკლავანო და ჭუბი არ მთავრდება ესე იგი რა და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო და გილოცავ რა. ესეთი რთული მომენტი ქონდა, ესეთი ბრძოლა გამომვლილი და მერე გამარჯვება მანამდე როდესმე? ძალიან ძიმე მდგომარეობაშია და არ უნდა გაჩერდეს უბრალოდ. ხელები უნდა აწიოს რაც თავარი აი მუხლი ეხა ისე გაარტყა თავში კანგილმა. ფეხში უნდა შევიდეს აუცილებლად. აუცილებლად ფეხში უნდა შევიდეს. ისერია იყო მერაბაკორია. ეს კისრის აღება ისეც ვერაფერს ვერ იზავს, მაგრამ მერაბს რაც კარგად გამოდის ფეხში უნდა შევიდეს აუცილებლად. აი უნდა გადააწეს აქ შეუძლია ეხა. კისერი თუ კარგად თავს აგებული შეუძლია დააფინიშოს. არ ვიცი ეს თუ მოახერხა მერაბაკორიამ იქნება მართლა სასწაული. თუმცა ეს არის საჭირო, ეს არის საჭირო. ფულმაუნტია ეხა გადასული მერაბაკორია და კარგ დარტყმებს უსრულებს ძალიან. ძალიან კარგ დარტყმებს უსრულებს ეხა აქ შეუძლია ხელის ტკივნეულიდეს რომ გადავიდეს. აი ზუსტად ამაზე ხელის ტკივნეულზე შეუძლია რომ გადავიდეს, მაგრამ არა ძალიან ცუდად გადატრია და მაგრამ დაიჭირა. ასეთი სრული ბრძოლა ნახე ჩემი თავიდან კარიერა დავიწყე. მე ეგრევე უცებ მინდოდა რომ გამოსულიყო მეჭუბა და კარიერაში ეს პირველ ბრძოლა დავავაგე ნოკაუტით დავაგე. რაღაც ჟინიც მაგდა მაშინ და ზუსტად მაგამ აი გავითვალისწინე მაშინ მივხვდი რომ მე მებრძოლი უკვე გავხდი. დავიბადე მებრძოლა როცა დავაგე და აი მე დავიწყე მოგებები და 4 ბრძოლა უკვე მოგებული მქონდა და უკვე ფსიქოლოგიურადაც გავითარ და ყველაფრის ზარი იყო. თავარი იყო რომ მომეგო. ახლა უკვე ისე ვარ განწყობილი ყველა ბრძოლის ღმერთის წყალობით ბრძოლის უნარი აღარ შეიძლება ის არა ყველანაირად უნდა იყო მზადდა მის მოუგებ ღმერთის წყალობით. მაგარი ბრძოლა იყო ძმაო რა. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო და რა ვიცი არ გისურვებ ეგეთ ბრძოლებს. მომავალში ისე უფრო ადვილად მოგებებს გისურვებდი რა. მაგრამ კომპლიმენტები მაგრამ არ სირთულემ უფრო ანახა ადამიანის. ზოგჯერ ის სირთულე საჭირო ყოფილა რა. რომ უფრო ნახონ შენი სიძლიერე. სუპერ ჩხუბი და მერაბაკორია